მოგესალმებით, ჩვენიმყოფებით რაჭაში, შაურზე, ბატონი ლევან მაღლაკელიძის კურორტზე, რომელიც მან თავისი ხელით ააშენა, ასე ვიტყოდი. ქვემოთ მას აქვს კოტეჯები, აქვს კაფე და ამ ყველაფრისთვის სჭირდებოდა მას ელექტროენერგია. თავდაპირველად ჰქონდა დიზელის გენერატორი, შემდგომ ბენზინის გენერატორი, სხვადასხვანაირი საშუალებებისა და თუმცა ყველაფერი წარუმატებელი აღმოჩნდა, დაიწვა ეს დანადგარები და ბოლოს ერთად მივედით დასკვნამდე, რომ გვჭირდება განახლებადი ენერგია, მზის პანელები და მზის ელექტროსადგური. და დღეს ჩვენ დავამონტაჟეთ, პრინციპში მათ თავად დაამონტაჟეს ეს კონსტრუქცია და საკმაოდ საინტერესო კონსტრუქციაა, იმიტომ რომ მოძრავი კონსტრუქციაა, მზეს მიყვება. დღეს ჩვენ დავასრულეთ 3 კილოვატიანი სადგურის მონტაჟი. ეს სადგური არ არის ქსელზე დაერთებული სადგური, არის ქსელისგან დამოუკიდებელი, ანუ ოპერირებს ცენტრალური ქსელისგან დამოუკიდებლად. ეს გამართლებული იყო იმითაც, რომ ქსელზე დაერთებისთვის, ანუ საკმაოდ სოლიდური თანხები იყო საჭირო და ეს სოლიდური თანხები დაიზოგა იმით, რომ ჩვენ გავაკეთეთ მზის ელექტროსადგური, რომლითაც ლევანი მოამარაგებს თავის კოტეჯებს, ასევე მოამარაგებს კაფე-ბარს, სადაც მაცივრებია განთავსებული და საღამოობით დისკოტეკაც ექნება მათ შორის. მომავალში, ხო? პირველი შესიყო ელექტროენერგიის პრობლემა. შაურის მიმდებარედ ჯერჯერობით არ არის ქსელი გამართული, სადაც შეიძლება რომ დაერთდეს მოხმარებელი. შესაბამისად გვიწევდა სხვადასხვა საშუალებებით, ეს არის გენერატორების, როგორც დიზელის, ასევე ბენზინის გენერატორების მოხმარება და ხშირ შემთხვევაში ფატალურად თავდებოდა, ვინაიდან დატვირთვას ორობდებოდა და გვეწვებოდა. 2016 წელს ესე იგი ვფიქრობდი, რომ გადამეწვა ეს პრობლემა და განახლებადი ელექტროენერგიის წყაროს, ანუ მზის ენერგიის საშუალებით გადავჭერით ამ დღეს ეს პრობლემა. ესე იგი დავაყენეთ 3 კილოვატამდე სიმძლავრის მზის პანელები, რომლის საშუალებითაც მინიმალური მოთხოვნა საკმაყოფილებს ჩვენი ელექტრომომარაგება. ამაში დაგვეხმარა ბატონი თორნიკე დარჯანია. თვითონ კურორტზე მინდა გითხრათ, რომ რაჭის ყველაზე ულამაზესი ადგილი არის, ჩემი აზრით ალბათ ვერ დამეთანხმება ამაში და გირჩევთ, რომ დაისვენოთ, ამოვზანდეთ. უსურვებთ ლევანის წარმატებებს და მომავალ პროექტამდე.